მოგესალმებით ყველას. დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვიწყებთ ახალ სერიალს. დავასრულეთ ესე იგი. უსაშველოების პირველი სეზონი და როგორც ვთქვით, უნდა ჩავანაცვლოთ ახალი სერიალით, ახალი ანიმე სერიალით, ასე გადავწყვიტე, რომ ახალი სერიალი უნდა იყოს ანიმე, იმიტომ რომ პირველ სამეულში ორი მულტფილმი ჰქონდა, ჩვეულებრივი ანიმაციური სერიალი და ერთი ჩვეულებრივი სერიალი, არა ანიმაციური, ეს იყო უსაშველოები, რომელიც სწორედ დავასრულეთ, პირველი სეზონი ყოველ შემთხვევაში და ვიწყებთ ახლა ანიმე სერიალს. გამოგითხვაც ჰქონდა არხზე, რამდენიმე მირჩიეს სერიალი, რომელიც უნდა დამეწყო და ერთ-ერთი უნდა აგვერჩია. ჩანაცვლებისთვის. და გაიმარჯვა ამ ანიმემ. ეს არის დორორო. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პატარა ანიმეა, 24 სერია, ახლა კი უფრო პატარავიც არსებობენ, თან ბევრი, მაგრამ იმასთან შედარებით თუ რასაც ვუყურებთ, სხვა პროექტებს, Gravity Falls-ი აგერ 40 სერია თუ 41 და ავატარი 60 და რაღაცა, და უსაშველოები 6 სერია იყო, მაგრამ უსაშველოები ჯერ დასრულებული არ არის და როგორც ვიცი კიდევ ძალიან ბევრი სერია იგეგმება. დანარჩენებთან შედარებით ჩვენ ამას მალე დავასრულებთ. აი ბოლომდე, რასაც ვქვია დავასრულებთ. რა ვიცი ამ სერიალზე? ვიცი რომ დემონებზეა, ვიცი რომ მთავარი გმირი არის ბრმა არის თუ ყრუ თუ აი რაღაც დაავადება სჭირს, ეგ ვიცი, მახსოვს, 2 წლის წინ მიყვებოდნენ, ჩემმა მეგობარმა მირჩია დოროროს უყურეო. და მიყვებოდნენ კიდეც რომ ეს ასეა და რაც მახსოვს იმას გეუბნებით ახლა, როგორც მე ვიცი, მთავარი გმირი არის დემონებზე მონადირე. და სჭირს რაღაც დაავადება, თან ბრმა არის, თან ყრუ არის და მე იბრუნებს ხედველობასაც და სმენასაც თუ რა, ვერ გეტყვით მართლა, მაგრამ დაახლოებით, რაც ვიცი, ის ეს არის. თან როგორც ვიცი, მთავარი გმირი არის ბავშვი თუ მოზარდი, ყოველ შემთხვევაში ნახავთ, ვუყურებთ. არც ისე ბევრი ვიცი. მე თუ გითხრათ, კადრი მაქვს ნანახი 1-2, ის პატარა ბავშვი რომ არის სამურაისთან ერთად თუ სამურაი არის თუ ამბობთ თუ სამურაი ან შინობი არ ვიცი რა უწოდო, ყოველ შემთხვევაში რომ ნახავ გავიგებ. მე პირადად ძალიან დამაინტერესა ამ სერიალმა, რასაც 2 წლის წინ მიყვებოდნენ და რასაც წელს 2 წლის წინ ხომ მირჩია ერთმა მეგობარმა, ახლა წელსაც მითხრეს, ვინც მირჩია რომ დამერთო იქ გამოგითხვაში, ჩამერთო. თორემ ისევ გეგმავდი რომ One Punch Man-ი დამეწყო. მაგრამ მითხრეს რომ ეს ბევრად უკეთესია და 100 თავით ჯობს One Punch Man-ს და ჯობდა ეს დამეწყო ჯერ და მე დაბრუნებულიყავი One Punch Man-სკენ და იმისთვის მიყურებინა და ნახოთ რა გამოგვივა. მე ძალიან მაინტერესებს მაგალითად. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, შესავალისთვის. თუმცა, კი შეიძლება ბევრის თქვა, მაგრამ რავი. ჯერჯერობით შევავიფარგლოთ იმით, რაც ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარზე მეტი არ ვიცი. კარგი. დროს აღარ და მოდით დავიწყოთ ახალი სერიალი. შეგახსენებთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, თუ გაგწონთ ჩემი კონტენტი, გაგვეწეროთ ჩემი არხი და გააქტიუროთ სარესხილაკი. დორორო. პირველი სეზონის პირველი სერია. 5, 4, 3, 2, 1 დავიწყეთ. ეს ამავე შესავალი იქნება ალბათ. მაპა
ანიმაციის სტუდიო ბაპა? ვენ არ ვიცოდი, მაშინ მაგარი ანიმაცია გვექს. ვინც არიცით მაპა ძალიან მაგარი ანიმაციებს აკეთებს. პატივცემულო ქალბატონო, ცოტა გადარჩა. პატივცემულო ქალბატონო, ცოტაც გაუძელე. ჯერჯერობით ვერაფერი ვერ გავიგე. დაჭრილია და დახმარებას ელოდება მოწამდეს თუ რა დაემართა ვერ გავიგე. დასაწყისი როგორც ჩვეულებრივი სცენას. ძველი სტილის ანიმეებს, ანუ ვიცი რომ ეს ანიმე 79 წელსაც არსებობდა, 1979 წლის ანიმე იყო, მაგრამ ეს არის 2019 წლის ვერსია. დაიგო. თუ თქვენ ამ ოთახში შემოხვედით, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთები და ბუდა მიატოვეთ. ღმერთები და ბუდა მიატოვეთ. მე თქვენ ვეღარ შეგაჩერებთ. ნება მომეცით შეგახსენოთ. ბატონო დაიგო. თუ თქვენ ბუდას გზას გადაუხვევთ, ერეტიკოსი გახდებით. რითაც ადამიანები არიან. თუ აუნაბიჯ გადადგამთ, წინ მხოლოდ ჯოჯოხეთი გელოდებათ. ბატონო წმინდანო, ეს სამყარო არის ზუსტად ჯოჯოხეთი. ბუდას გზა, რომელზეც თქვენ ყოველდღე ლოცულობთ, არსად არ არის. არ სწამს თავისი რელიგიის გასაგებია. ღმერთო ჩემო. დიდი მადლობა. ეს იქნება ჩემი თავისუფლება. როგორც თქვენ ამბობდით, დღევანდელი სამყარო არის ჯოჯოხეთი. ჩემი ლოცვები ყოველდღე უფრო და უფრო უაზროდ მეჩვენებოდა. ყოველთვის მეშინოდა, რომ ერთხელაც ბუდაში ეჭვი შემეპარებოდა. მიხარია, რომ იქამდე მოვკვდები, სანამ ეს დღე დადგება. მიხარია, რომ იქამდე მოვკვდები, სანამ ეს დღე დადგება. ძალიან. ეს ფრაზა იყო. დემონებს აერიდეთ. არ ჩაბარდეთ ბოროტებას. დემონებზე ხო? ძალიან გვიანია. ძალიან გვიანია. დემონი ხო? მართავ 12 დემონს. მე დაიგო კაგემიცო. დაიგო შიგავას ლორდი. და პროვინცია გაგას მმართველის ვასალი. შეუჩერებელმა შიმშილმა და ეპიდემიამ ჩემი მიწები შეიპყრო და სიკვდილამდე გააწემა ჩემი მოსახლეობა. ესე თვითარებაში მე ვერასოდეს ვერ შევიძინ ძალაუფლებას, რომელიც ასე მწყურია. ჩემი ამბიციები უბრალოდ სისხლისწყალები. მაგრამ მე უარს ვამბობ ბუდას ან ღმერთის წყალობაზე. ის რისი თქვაც მე მინდა თქვენთვის, ეს ლოცვა არ არის. გარიგები შეთანხმება მსურს. თუ თქვენ დაიცავთ ჩემს მიწებს და ნებას მომცემთ რომ მართვი ისინი, მე მოგცემთ ყველაფერს რაც კი შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ის რაც მოგესურვებათ. გესმით ჩემი ხმა? დემონებთან ამყარებს კონტაქტს უბრალოდ კონტრაქტს არა. შუქი გაუხვიდეს. მოითმინეთ. შეწყალების ქალღმერთო. ღმერთო, მე მეგონა რომ ტიტანებზე შეტევას ქონდა სისხლიანი დასაწყისი. დაიბადა. შობიარო და ეს რა იყო?
რა მოხდა? ბავშვი და თუ ელვაპირები ბავშვს. კი, მაგრამ რა? თქვი უკვე. ის დაიბადა, ჩემო ბატონო. ეს ბიჭია. ბატონო, მემკვიდრე შესანიშნავია. ბატონო, არა მოიცადეთ. აუ, მე არ ვიცი რა მოხდა. დემონი ის შეუსახდა. ცოცხალია, მაგრამ მას კიდე არც თვალი, არც ცხვირი. მას კანიც კი არ აქვს. კარც? მე მოგცემთ ყველაფერს, რაც კი შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ის, რაც მოგესურვებათ. ბატონო, ყველაფერს მივხედავთ, მე მაინც მოგწესებოდი ბავშვი. ნიშნულობა არ აქვს, როგორ გამოიყურება. ეს მაინც ჩვენი შვილია. აუ, როგორც ჩანს, მამა ჩემი ოცნება ეხება. ასრულდება, გარიგება შეთანხმებულია. ბატონო, დემონებთან გარიგება დავდე. არ ინერვიულე. მადლობა რომ ისი ატანა შეძელი. რასაკეთებ შეჩერდი? რა ჩერდი? დაივიწყე ის ბავშვი, თითქოს დარც არსებობდა. აუ, დასაწყისიც ასეთი ხოს რა. გთხოვ, შეიწყალე. ის მაინც ვერ აუ, გადარჩება. ხველება დამიგროვდა. მაშინ მიეცი იმის საშუალება, რომ ჩემს ხელებში მოკვდეს. საკმარისია. კიდევ ერთ ბავშვს აღერდი. იძულებული ხარ. ნუ, როგორც ვიმხვდი, ეს ბავშვი არის. შემდეგი დიდებული მართლის მემკვიდრე იქნება. ეს ბავშვი არის ის პატარა ბიჭი. მიდან. მე ვიცნახე. ეს თავი მოძრო, როდესაც ელვამ დაარტყა. ბებია ქალმა თქვა, რომ ეს მსხვერპლი იყო. მსხვერპლი? აჰა, სიმბოლურად. ნუ, სიმბოლურად რა. ეგრე გამოდის მართლა. მაგრამ სიმბოლოს მიცემს. სისხლის ყვავილს. ტექსტ თქვენთვის წაიკითხავს ფარანერი, სპეციალურად ანიმეტივეჯისთვის. ამის ზემამბობი. თუ ის იყო წაღალრობ გამოჩნდა. ერთი და იგივე პერსონაჟია. ეს რთული სათქმელია ეს ბიჭი არის თუ გოგო. მაგრამ დიდი ალბათობით ანიმეების ამბავი რომ ვიცი ეს ბიჭია. ჯეიმატო ჰანტერის მერე ეს არ გამიკვირდება ბიჭი რომ აღმოჩნდეს. ვიზუალები არა. ცოტა ჭედავს უკაცრავად. ნუ, ოპენინგს მაინც ნახევარს დავამიუთებ. ასე რომ ხო. საერთოდ ვერ გამიწევ, რა დაგემართა. სისხლივოსთვის. მაგრამ ესეთ მდგომარეობაში ცხოვრება ძალიან გაგიჭირდება. როგორც ჩანს შეძლებს ცხოვრებას, ასეთ მდგომარეობაშიც კი. აბა მშვიდობით. ბუდა აუცილებლად მოგხედავს. და დახრჩოს, სერიოზულად. რატომ მიჭირს ამის გაკეთება? დროა უკვე ესეთებს მივეჩვია. ანუ სიცოცხლე გწყურია? არა, არ მოკლავს, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც მიგვირს ანუ
სერიოზულად ასე გავუშვებ? დანარჩენი შენი ღბლიანობაზეა დამოკიდებული პატარა. ანუ ხო, ღბლიანობაზე, იმიტომ რომ პატარა ბავშვი მარტო ხომ არ დარჩება ასე. რაღაც სუნი მცემს. რა თქმა უნდა, დემონი. ხოროტების ალია. ეს დემონი იყო რა? მერტო ეს რა არის? გადაიმართება ბავშვს. თავარი არის. ადამიანი არ არის. შეამჩნია. მაგრამ დემონი ჩაუსახება. დემონია. არც ჩვეულებრივი დემონია თქვა. რაღაც საშინელი წყევლაა. ანუ ხო. დაწყებულია, ესე იგი ამ დემონი ჩაუსახება. პროვინცია გაგასაზღვარზეა. ძალა აქვს დემონის რამე. ოსაში მშილიანობა და ეპიდემია უკან ჩამოიტოვა. სწორედ მე ის დაიწყო სხვანაირი ანუ სხვა გაბოსაოს ვერ ხედავ როგორ უნდა გადარჩეს. მაგრამ ერთი პატარა სიცოცხლე ძალიან სუსტია, რომელსაც ტირილიც კი არ შეუძლია. ზუსტად არ შეუძლია. არც არსებობდა. და არც არსებობდა არავინ, ვისაც მის შესახებ რამე ცოდნოდა. ასე დაუღალავ დროს, სადღაც ყოველთვის ომი მიმდინარეობდა. ადამიანის სიცოცხლე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მიწაზე სამწუხაროდ როცა უყურებდი დოროროს, წავიდა შუქი და ნახევარზე მეტის ყურება ვერ მოვახერხე გუშინ, ამიტომ ვაგრძელებთ მეორე დღეს დილით ჯერჯერობით რაც ვნახე იყო არიცი შთამბეჭდავი, ასე ვიტყვი. დავაგრძელეთ დორორო პირველი სეზონის პირველი სერია 3-2-1. დროს, სადღაც ყოველთვის ომი მიმდინარეობდა. ცოტა უწევს. ადამიანის სიცოცხლე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მიწაზე მოგორი ალექვა. დიდი ბოდიში, პატივცემულო. შემთხვევით თქვენ ხომ არ ხართ ის ექიმი, რომელიც პროტეზებს უკეთებს მტრებს, რომ იმ ქვეყნად განისვენონ? თუ არ ვწდები, დიუკა ქვიათ, ხომ მართალია? პროტეზებს უკეთებს. აღფრთოვანებული ვარ თქვენი სამუშაოდ. არა, უბრალოდ ვიფიქრე ჯობს ჩემი პროტეზები ატარონ, ვიდრე მუსორში გადავყარო. როგორც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ ისინი თქვენი მადლიერები არიან. სხეულის ნაწილების გარეშე ვერ, ანუ როგორც მოკვდები ისე მოხვდები საიქიოში, სერიოზულად? ეს პროტეზები სხეულის ნაწილებს ანაცვლებს, ანუ იმ ქვეყანაში უკანისვენებოდა. იმ ქვეყანაში უკანისვენებოდა. საინტერესოა. აბა ჰე, გვერდი არა ვარო, ძალიან მაგარი ნივთები პირდაპირ ქალაქიდან. აი შეხედეთ, ეს კი ნამდვილი აბრეშუმია, მას ცნობილი პრინცესა ატარებდა. დაიგო, მოგიდე ხელი. აი ამ გრაფინით კი, თვითი ამატო ოროტის ვამდასაკეს. ესეც საგანძურს თქვენ ვერავისთან ვეღარ ნახავთ. ძალიან იაფად მოგცემთ და დამატებით კიდე, აი ამ თევზს გაგატანთ. აბა, ვინ იქნება პირველი? ვიტყოდი გოგოა მეთქი. ოი, მოგიჭირე დორორო. დორორო? ეს ხომ ის ნივთებია, რომელიც ჩვენ გქონდა, ხომ მართალია? დარით ამტკიცებთ, რომ ეს ყველაფერი თქვენია. ახლავე მოკიდე, შენ მობდიროში მშილობდი და იმაგიტომაც აგიყვანეთ, რომ ჩვენს ნივთებისთვის მიგეხედავ. შენ გვითხრეს ხშირად ატყვებ ეს ეხალს. კარგი მოფიქრებული. ემთხოვეს რომ შენთვის გაკვეთილი მესწავლებინა. თუ გამოგიჭირდი. ჩვენ დროში მხოლოდ სულელებს ჯერათ ბავშვის სიტყვის. იქნებ ჩემგან რამე ისწავლოს. საკმარისია. ამიერიდან არანაირი შეწყალება. შენ პასუხს აგებ როგორც დასრული ადამიანი. შეჩერდი პატარა პარაზიტო. თქვენაირი სულელი ადამიანები ვერასოდეს ვერ დამიჯერს. აბა ახლავე დაბრუნდი შენაწირაკო. ყავს გაგაზრობთ იცოდე. აი ეს ბიჭია. გაზბილი. დიდი მადლობა. ნუ მიაშტერდი. დაიხარე და მადლობა გადაუხადე.
დედიკო დღეს ზეიმი იქნება? რაზე საუბრობ? ის ხომ ახლა ხანს იყო. მაგრამ ეს ბიძიანი იღავს ატარებს. იღავს ატარებს. ფუშენი, სადაიმალა. ეს რა არის? ფუ, ყარს. ეს ხომ დროხის? ეს ჩამოიბანეთ და შემდეგ კიდევ სცადეთ. აი უკვე ნამდვილად გაუბრაზდი. კი, თუ დაგიჭერენ, კარგი ბედი არ გექნება. კარგი იყო. მაგრამ წუხვარ, რო ესეთი შანსი გავუშვი, ძალიან კარგი ინტები. არ დაიჭერები. კარგი, არა უშავს. დროა შემდეგ გეპატხელია. რაო, რატო წუხარ? დედას ნახვა არ შეგიძლია? შიერი ხარ? კარგი, აი გამომართვი. არა, ესე არ გამოვა. ამიერიდან და მოვკიდებლად უნდა იცხოვრო. თუ ასე სხვების განელი რაიმეს, შემდეგი ძალიან გაგიჭირდება. შენი ძულებული ხარ თვითონ მოიპოვო საკვები. არა თქო, ვისვე უბნები. შენთვისვე ასე აჯობებს. ახლა უკვე ვეღარ გაიქცევი, დორორო. ეი, გაუშვი, ახლავე გაუშვი. ეს შენი ლეკვია? მაშინ მან აქვს პასუხი ყველაფერზე რაც გააკეთე. შეწყვიტე, მაშინ წყნარად იყავი. ეს ცუდია. არა, ეს გადაარჩენს. რაო გეყოფა? ამიერიდან არავის გაქურდვა აღარ ცადო. არა, არ ეყოფა. დამპალოლა წირაკო, შენ თავს დააბრალე. საკმარისია. ამ გალაკიდან გაეთრიე და აქ აღარასოდეს აღარ გნახო. გასაგებია? არა. არავის არ აქვს უფლება მიბრძანოს რაიმე. მე თვითონ ვწყვეტ სად ვიცხოვრო? კიდევ ერთხელ. თვალი. ასე ძალიან გინდა რომ ჩაწავდე. კარგი, როგორც მოისურვებ. ეი, ის ჩალის ნოხი მომიტანეთ. იმასთან ერთად დავახშო. ახლავე. კი. რას გაშტერებულ ხარ? ფეხი გაანძრიე. უფროსო, ხიძე ვიღაც უცნაური ტიპია. ეს ვიღა? ნახეთ. გუკლასავეც სახი აქვს. მის თვალებში ხედე, რას მიშტერებია? საშინელება. ხო, ეს ეი, ჩემოძმაო, რამე პრობლემებია? თუ ფიქრობ, რომ ესე უბრალოდ ვაწამებთ ამ ბავშვს, ძალიან ცდები. მას ჩვენი გაქურდვა უნდოდა. ეი, ჩვენი გესმის? რაო, ჩხუბის ხასიათზე ხარ? არა. ფიქრობ, ის თქვენ არ გიყურებთ. მისი თვალები. არ არის ნამდვილი. ისინი სადღაც ჩვენს უკან იყურება. რა? რა სისულელია? თავიდან კი ვერ მივხვდი ისე. მაგრამ პერე გამახსენდა იმ ბიჭებს რომ თქვა, იგარგე. ხოლო წყალში მოცურავე ნაგავია. რაო? ის შეჭამეს. დემონია რაც. უცნაური. ის გამახსენდა რა თქვია. მაჩვენებლების მიერ დაკაცებული დემონი რომ იყო თავახის ზუსტად ასეთი. ხელი პროფესიონალს. თან გამოსადეგარი. ის მონსტრს ვერ ხედავს. ორი ხელს მაგერად ხლებია, თუ კატანები. ასეთი სტელასკოპის ისე ჩანს თითქოს მოკდა, მაგრამ ძალიან მეგარება ეჭვი.
აი ეს მესმის ზამიკო, ძალიან შტამბეჭდავი იყო. შტამბეჭდავი იყო. მართლა. მითხარი, შენი სახე. ეს თვალები, ყურები და დანარჩენი, ისინი ხო ნამდვილი არ არის. როგორ ხედავ საერთოდ? და ეს ყურები, შენ ხომ საერთოდ არ გესმის? აზრი არ აქვს. თვალები დახურული მაქვს ძალიან მეშინია და ნაბიჯის გაკეთებაც არ შემიძლია. შენ კიდე ასე ოსტატურად მოძრაობდი. ამას როგორ ახერხებ? რა გჭირს? დაჭრილი ხარ? რა ხდება? მისი კანი. ეს ნამდვილი სახე არის ახლა. ანუ დიღაბი გოჭრება. უბრალოდ ეს თითქოს ეს სახე გაუჩნდა. ეს ხომ ეს შეუძლებელია. ეს შეუძლებელია. დედა თის მტრედი მოვკალი. მისი ხორცი ძალა შეკმატებს. მე ტახომარო, შენთვის მომამზადებ მას. ეს მოუთმენლად ველი. იმ დღესაც წვიმდა. დედამის. და ეს ბუდეს დარჩა? ჩემი პატარა. თავის გარეშე. მოსოლის შემდეგ. ხაკიმარო. სახე, შენი სახე. რა ხდება აქ საერთოდ? ვინ ხარ? ადამიანი ხარ? ნახევრად დებონი. რაგირა. ენდიგის ყურება მინდა, მაგრამ ისე ჩანს თქოს სპოილერები უნდა იყოს. ასე რომ ჯერ არ გვინდა. კარგი. ესე იგი ეს იყო დორორო პირველი სეზონის პირველი სერია. ვაუ, რა უნდა ვთქვა? შთამბეჭდავი იყო აშკარად. ეს დემონების ისტორია ახლა ცხადია მე ჩავუღრმავდებით კიდევ უფრო და უფრო მეც გავიგებთ დემონების შესახებ და ამ სხვების შეწირვის შესახებაც როგორ ხდება და ანუ რა დაემართა კონკრეტულად მას მთავარ გმირს ჰიაკიმარუ თქვა მგონი თუ ჰაკიმარუ აღარ გამიგონი ანუ თორცდები ხო არ ვარ დაწუნებული ეს ჩვენი მთავარი გმირის სახელი იყო თუ არა მაგრამ აშკარად გავიგონე როცა ანუ ეს ელვის ხმა იყო და იმას სახე რომ გაუჩნდა თუ რა დაემართა არც კი ვიცი კარგად მაგრამ აშკარად თქვა ჰიაკიმარუო შეიძლება ანუ გავიგებ შემდეგ სერიაში რა თქმა უნდა რა ქვია ამას მაგრამ დიდი ალბათობით ჰიაკიმარუ აღმოჩნდება სწორედ ამ თავარი გმირის სახელი დოროროა ეგ უკვე გავარკვიეთ რაც გამიკვირდა სხვადასხვა მე მეგონა რომ ამას ერქმეოდა დორორო მაგრამ რადგანაც დორორო ქვია ამ ბიჭს ესე იგი დავასკვდი რომ ბიჭია იმიტომ რომ გოგოს გავს მაგრამ კაცი ახლოვანებს ჯერ ერთი მეორეც ერთი ანუ ერთად თქვას მგონი ბიჭიაო ასე რომ ხო შეიძლება გოგოც არის და ორ მაგად მეშლება მაგრამ არა უშავს მე ნახავ ანუ საბოლოოდ მე დავასკვდი რასაც გვეტყვიან
მომეწონა პირველი სერია. მომეწონა, სათაური გამიკვირდა მაინც დორორო როგორ თქვა, იმიტომ რომ ესე იგი თავარი გმირი იქნება ეგეც ერთ-ერთი ახლა ტყუდად კი არ დაერკვევი დოროროს ამ სერიალს. დიდი აქცენტი უფრო მეორე ნახევარში ამ სერიის უფრო მეტი აქცენტი ამ ბიჭზე იყო, ვიდრე ჩვენს ბავშვზე, რა ბავშვზე უკვე გაზრდილ ბავშვზე. აშკარად, თავიდან არ ვიცი მე ერთადერთი დემონის ძალების წყალობით თუ გადარჩებოდა და გადარჩა კიდეც. სახე არ ქონდა, თვალები არ ქონდა, ყურები არ ქონდა, სხეულის ნაწილები არ ქონდა საერთოდ და როგორ უნდა გადარჩენილიყო, არ ვიცოდი. შეიძლება სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა არ მოკლეს, იმ კამას სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა არ მოკლა. იმიტომ რომ მომავალში შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება აღოჩნდეს ამ სამყაროს ისტორიისთვის, რა ვიცი, ძირითადად ეგრე ხდება ხოლმე. აშკარად ვერ ვიტყვი დარწმუნებით რომ ნახევრად დემონია, მაგრამ აშკარად დემონისგან რაღაცა აქვს. ამაჟრა მომიწია კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან არ მინდოდა, მართლა ბოდიშს გიხდით, ვერ ვიდან ასეთ მნიშვნელოვან ვიდეოებში რომ იწევს ხოლმე ამოჭრა. მაგრამ დორორო გაიცნოს ბავშვი კიდე ბავშვს რატო უძახი, ისიც კი არ ვიცი რამდენი წლის არის. იქნება სავარაუდოდ ესე 20 წლამდე. შეიძლება უფრო პატარა კიდე და მართლა მოზარდია, მაგრამ მე ვიტყვი რომ 20 წლამდე იქნება. გაიცნო დორო რომ ეს ტიპი და დიდი ალბათობით მეორე სერიაში უფრო ლაპარაკი თუ შეუძლია ეგ მაინტერესებს, თუ ის სახე მაშინ დაიბრუნდა როცა დემონი მოკლა, ესე იგი სხეულის დანარჩენ ნაწილებსაც დაიბრუნებს ჩვეულებრივად. რავი, ყოველ შემთხვევაში ეგრეთ ჩანდა ამ სერიაში. მე კიდე ახსნიან, მაგრამ როცა მოკლა ეს დემონი და სახე რომ გაუჩნდა, სახე თუ კანი რა იყო აღარ არც კი ვიცი. ისე მე ეს ელვის ხო მაშინ გაისმა და აშკარად რაღაცის ნიშანი იყო. დიდი ალბათობით იმისი რომ დაიბრუნა სხეული და სხვა შეიძლება ეს სხეულის დაბრუნება, კანის დაბრუნება რაღაცის უფრო მნიშვნელოვანი ნიშანი იყოს. დიდი ალბათობით ორგანოებს დაიბრუნებს ყველას. თვალებსაც, ყურებსაც, ლაპარაკის თუ ლაპარაკის უნარი არ გააჩნია, დიდი ალბათობით ლაპარაკსაც ისწავლის. შეძლებს ყოველ შემთხვევაში შემდეგ სერიებში. ჯერჯერობით პირველი სერიისთვის ეს კარგი იყო, ცოტა მეტი რო ეჩვენებინათ, უკეთესი იქნება. რა უნდა ეჩვენებინათ ახლა პირველ სერიაში, მაგრამ რავი. მე ისე მეგონა რომ ბევრად უფრო ნაკლები დრო გავიდა ამ სერიის ყურებაში, ვიდრე 24 წუთი. შეიძლება იმიტომ რომ ერთი ენდინგი გამოვტოვე და მეორეც იმიტომ რომ ორი დღე უყურებდი, ერთი გუშინ სამშუქი წავიდოდა და მეორე დღეს. მაგრამ მაინც მე ცოტა ვასე რომ მეც ველოდები შემდეგი სერიებიდან აშკარად დარწმუნებული ვარ ისედაც რომ მეც მივიღებთ. ჯერჯერობით პირველი სერია იყო შვენიერი. შესავალი კარგი იყო. და მაინტრიგეს აშკარად. მაინტერესებს ვინ იქნება მთავარი ანტაგონისტი. მაინტერესებს საითკენ წავა სიუჟეტი, იმიტომ რომ ჯერ ეს დოროროს ისეთი კონტაქტი არ ჰქონია ამ ადამიანთან და ისეც მაინტერესებს რა მოხდება მერე, როცა ნელ-ნელა დემონებიც გამოჩნდებიან და როცა ნელ-ნელა დოროროც დიდი ალბათობით ისწავლის ფარიკაობას თუ როგორ უნდა დაამარცხონ დემონები, არ ვიცი სხვანაირად. ეს ხალ დემონ სლეიერს არ შევადარება, მან ეს დამხერხავს კიდე, მაგრამ დიდი ალბათობით დოროროსაც მომდება გახდეს ისეთი როგორც ეს კაცია. ასე რომ კაი სერია იყო მომეწონა. იმედი მაქვს თქვენს მოგეწონათ. ერთი სული მაქვს, როდის ნახავ მეორე სერიას. დიდი ალბათობით მეორე და მესამე სერიას ერთად დავარეაქტები, იმიტომ რომ აშკარად დავინტერესდი. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ვიდეო. თუ
თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ და ლაიქება, არხის გამოწვენა და ზარის გილაკის გააქტიურება. მე გიგებ მშვიდობებით და გახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. მადლობა ყველას ამ ვიდეოს ყურებისთვის და მხარდაჭერისთვის. კარგად გწევთ.